პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს ეგრეთ წოდებული კანონი, რომლის მიზანი არის ადამიანების დასჯა, ამიტომ მიიღო ქართულმა ოცნებამ და არანაირი კავშირი მას კანონთან, წესრიგთან, სამართლიანობის დაცვასთან არ აქვს, აიმსახურება ერთს, რომ პროტესტი გაქრეს. და პროტესტით, კანონებით პროტესტი ვერ ქრება და ვერც გაქრება წინააღმდეგობა. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ვინაიდან ვხედავ რა რუსთაველის გამზირზე ადამიანების мотивაციას და სურვილს, როგორ შეიძლება ყურში შემომდის რაღაც ხმაბოდი. კი ბატონო, ვეთქვი ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს რომ გაასწორონ თუ ესმით მათ. დიახ. გასწორდა. როგორ შეიძლება რომ ცდელობა იმისა, რომ როგორ გაწყვიტონ პროტესტი ეს უბრალოდ ვერ გაწყდება, იმიტომ რომ ადამიანებს აქვს мотивация, მათ აქვს ბრაზი და მათ აქვს თავარი სურვილი იმისა, რომ იბრძოლონ და წინააღმდეგობა შექმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებთან მიმართებაში და ამას ვერავინ ვერ უგულყოფს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნების ვერანაირი კანონები ხედავთ ყოველ დღე 10-ზე მეტ ადამიანს აპატიურებენ და რუსთაველის პროტესტი ის თავისუფლების კერა ისევ რუსთაველზეა. და ესე გაგრძელდება მანამ სანამ არ შესრულდება მოთხოვნები და ამას დაემატება პერიოდული ხალხმრავალი აქციები, მათ შორის ისეთი, როგორც 26-ში არის დაგეგმილი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მზად არიან წინააღმდეგობაში ბოლომდე და გამარჯვებამდე და მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ნიჰილისტური პოსტი სოციალურ ქსელში შემხვედრია ამ ბოლო პერიოდში და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. ქართული ოცნება უნდა იყოს ბოროტი, ქართული ოცნება უნდა იყოს ანტიქართული, ქართული ოცნება უნდა იყოს მოძალადე და აქეთ კეთილი, პროდასავლური, ეროვნული ძალები უნდა ეწინააღმდეგობდეს მას. ასევე უნდა ხდებოდეს გამოაშკარავება რეჟიმთან მოთანამშრომლეების, ვინაიდან მომავალში ამ ხალხმა ჩვენ არ მოგვაყენოს ზიანი. ქართულ ეროვნულ ძალებს და პროტესტს რუსთაველზე მყოფ ჯგუფებს არ მიაყენოს ზიანი, არ უღალატოს ზურგში დანა არ ჩაარტყას. ამის კრისტალიზაცია ხდება ძალიან მარტივია და ძალიან ოპტიმისტურად ვარ მეცაც გეტყვით განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ ეს სიბოროტე, რასაც ქართული ოცნება ამ კანონების ჩადის და ჩვენ ვნახეთ ბევრ ადამიანთან მიმართებაში, მათ შორის თქვენ კოლეგებთან მიმართებაში, ეს იქნება ვახოსანაია, კეტა ციცქიშვილი თუ სხვები, როგორი კაცრია და როგორი ასე ვთქვათ ბოროტია, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანები, ვინც რუსთაველზე დგანან, მათ იციან რა არის მათი პასუხისგებლობა, მათ იციან და გააზრებული აქვთ რა არის ბრძოლის, ასე ვთქვათ, და სასწორის პინაზე და ზუსტად ამიტომ იდგმება ის ნაბიჯები, რაც იდგმება. რაც არ უნდა პარტიები აგრძალონ, რაც არ უნდა ჩვენ დაგვიჭიროს. კი ბატონო, ვილაპარაკებ კითხავთ თენგო ამის შესახებაც, მოკლედ პროტესტი თავის მიზნებში ეს იყო თავიდან ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება, ასე უნდა გაგრძელდეს თუ ეს პროტესტი უკვე ამ მიზნებს გაცდა და ვიდრე ოცნება ხელისუფლებაში ან როგორ არის ახლა ეს ფორმულირებული, თქვენ როგორ ხედავთ საერთოდ ამ საპროტესტო მოძრაობას? თქვენ თუ ნახავდით განცხადებას სამოქალაქო აქტივისტების, რუსთაველის პროტესტის ნაწილის, პოლიტპატიმრების, ოჯახის წევრების და ოპოზიციური პარტიების, იმ განცხადებაში არის სამი მოთხოვნა. ქართული ოცნების გადადგომა, ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების, ანუ მთავრობის გადადგომა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. კი, ეს უკვე გადავიდა იმ ფაზაში, როდესაც ქართული ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ანუ მათ უნდა მიიღონ ის განაჩენი, რაც ქართულმა ხალხმა მას ერთის მხრივ ამ პროტესტის რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, ანუ უნდა იყოს თუ არა მოთხოვნები შესაძლებლობების ფარგლებში. რა თქმა უნდა, სამივე მოთხოვნა შესაძლებლობების ფარგლებში მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და მოხდება აუცილებლად, ვინაიდან ახალი არჩევნების დანიშვნის პირობა იქნება ქართული ოცნების, ანუ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომა და ამის შემდეგ ჩატარდება არჩევნები. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, რაც არ უნდა და ეს აუცილებლად მოხდება. აი ჩვენ მოგვიწევს კიდევ შეხვედრა დარწმუნებული ვარ. რა ფაქტორები, თენგო, კი ბატონო, რა ფაქტორები უნდა დაემატოს რუსთაველის გამზირის პროტესტს? მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რომ ეს შესაძლებლად გამოიყურებოდეს. პირველ რიგში უნდა დაემატოს ორი ფაქტორი, ერთი ფაქტორი ქვეყნის შიგნით და პლუს ერთი ფაქტორი ქვეყნის გარეთ. ორი ფაქტორი რაც უნდა დაემატოს არის ის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ასევე მეორე მრავალრიცხოვანი პერიოდული აქციები, მათ შორის ისეთი, რომელიც სისტემას ამ რეჟიმს გაუჩენს
ერთის ხმის ეს საქმე გაჩენილი აქვს უკვე, იმიტომ შემოიტანეს ეს მკაცრი კანონები, ხო? რო არ კონდეთ ეს საქმე და ეს გაგება ამ კანონებს არ შემოიტანენ, ანუ პროტესტი რო ცოცხალი არ იყოს, პროტესტი რო პროტესტში არ იყოს, ამას ხო არ იზამდნენ. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ბრუტალურს გახდის ქართულ ოცნებას, რასაც ბოლო ეტაპი არის უკან ნაბიჯის გადადგმა. აი რა დარჩა ქართულ ოცნებას? და ყოველ დღე 10-ზე მეტად. ან ორი ფაქტორი დარჩა, რაც შეიძლება მან კიდე იცალოს. ერთი, რომ უკვე ქუჩაში დახვედრები დაიწყონ პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების და ფიზიკურად ცემა და მეორე მკვლელობები. ამ ორი სიკით არაფერი პარტიებსაც აღძალავთო. ქუჩაში და სახლებთან დახვედრები პოლიტიკოსების და ცემა ეს გავლილი ეტაპია სხვათაშორის. კი, მაგრამ სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მაშინ მიხვდები, რომ ცუდად დაიწყეს. ეხლა არის პროცესები ის, რომ პროცესები მიმდინარეობს ისეთ, რომ ორი ნაბიჯი, ან მკვლელობამდე, პოლიტიკური ლიდერების მკვლელობამდე დარჩენილი აქვს პოლიტიკური ლიდერების განეიტრალება ფიზიკური ცემით, რომ მაგალითად 1 თვე, 2 თვე იყოს ავადმყოფოში, ან სახლიდან ვერ გამოდიოდეს და ასე შემდეგ. ეხლა ვისაც საპატიმროში არიან ლიდერები, არიან პოლიტიკა. მათი დიდი ნაწილი საპატიმროშია ისედაც. დიახ, მაგრამ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელსაც ეხლა, რა ვიცი, ზოგი სულ 18 წლის იყო 2012 წელს და ვერ დაიბარეს რაღაც გამოკითხვაზე და ამ ცრუ კომისიაზე, ხო? და არც არასდროს ქსამე მიუციათ, არა უღიათ მაგათი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით და არ ყოფილან კრიმინალში ჩართული განსხვავებით კალაძისგან და მისი ბანდისგან, რომელმაც გაძარცვა თბილისი, ხო? და ეხლა რაღაცას ხო არ მოუგონებენ, ეხლა პოლიტიკურ ლიდერებს რაღაც ნარკოტიკს და იარაღს ხო არ ჩაუდებენ სირცხვილად, შეიძლება ისეც იკადრონ, მაგრამ არავინ დაიჯერებს. ამიტომ მათი განეიტრალება შეიძლება მოხდეს ის, რომ ვიღაცას დახვდნენ ქუჩაში, ვიღაცას მკვლელობა შეუკვეთოს ბიძინა ივანიშვილმა ან ასე შემდეგ. ეს არის ბოლო ეტაპი. ანუ ამის იქით სხვა აღარ დარჩენია, ამიტომ პატიმრობა არის, აკრძალვას აპირებენ, ადამიანებს უარდებიან სახლებში, ჩხრეკენ და რაღაცა პირბადეებს ლუქავენ, აი სიგიჟე ხდება პირბადეს, რომელიც ღირს თვითღირებულება არის რაღაცა 20 თეთრი, 10 პოლიციელი, რაღაცა ექსპერტიზის, რაღაცა ვიზუალ დათვალიერები და შემდეგ ლუქავენ და რაღაცა ოქმებს ადგენენ. სრულ სიგიჟეში, ანუ ქართული ოცნება ამ პროცესით არის აგონის ბოლო ეტაპზე. ამის შემდეგ არის ის, რასაც ვამბობ და წავლენ ამაზე, ბიძინა ივანიშვილი ამაზე არის წამსვლელი, იმიტომ თვითონ არ არის ამხსრულებელი. თვითონ არის შემკვეთი და ზუსტად იცის, რომ როგორც კი და ეს მალე მოხდება, მე ამაში ვარ დარწმუნებული, ისე გაქრება და ორთქლდება, რომ მისი მოძებნა ძნელი გახდა შეიძლება მომავალში, მაგრამ ეს ამის ამხსრულებელი ხო ვერ გაქრებია. ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს კრძალავენ, ქუჩაში ხვდებიან, პირბადეებს ულუქავენ, უკანონოდ აპატიმრებენ, ადამიანებს იტაცებენ, ამ ადამიანების ვინც ამას აღასრულებს, ისინი ხო არ გაქრებიან. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, რომ ეხლა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რო აკრძალავენ, აღარ მიხვალთ ინტერვიუსთვის ჩასაწერად, ან აღარ მოიწვევთ, თუ არ მოიწვევთ, რა თქმა უნდა, იქნება ის ხალხი, ვინც აგერ თანამშრომლობს და აპირებს. ცხადია, რომ ეს შეეხება შეგახებენ თქვენს გულსაც, რა ფორმით აპირებთ მაშინ ფორმალიზება როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური ცხოვრება. კი, არ მომიწევთ, ტელეფონს ჩავთავ, ტელეფონში ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ფაქტურად ის არის. შემიზღუდავენ ინტერნეტის თომას გადავიკიდებ, მაგრამ ფორმალიზება როგორი იქნება? ჩემზე არ საუბრობ პოლიტიკური ცხოვრება. ჩემზე არ ვამბობ, რო აგიგზალონ მეთქი. არა, უყურეთ თქვენზე კი არ ვამბობ, რო აგიგზალონ აკრძალული პოლიტიკოსის მოწვევა ან პარტიის წევრის. ხო შეიძლება ესეც ქნან, დაწუნებული ვარ, იზამენ. ზურგჩანთას გადავიკიდებ და თელ საქართველოს შემოვივლით. შემოვივლით ვივლით ყველა საუბრს. ანუ აქ თენგო თევზაძის ან კოალიციაცვლების ან რომელიმე სხვა პარტიის აკრძალვა დაშვებაზე კი არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ჩვენი ქვეყანა გახდება თუ არა რუსეთის ღარიბი მეზობელი, სადაც ჩამოვა რუსი თავში წამოულაწუნებს ქართველს, სადაც ჩამოვა, ასე ვთქვათ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი და მომსახურე პერსონალად აქცევს ქართველს, დაამონებს ქართველს. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის თვითონ მონარქ რუსეთის. ხო, უბრალოდ ჩვენ სხვა მასშტაბში გვიყურებს მომსახურე პერსონალი და ვერ მიაღწევენ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. არ უშვებთ მარცხს, არ უშვებთ ბიძინა ივანიშვილთან, რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას. არ უშვებთ იმ იზოლაციაში ყოფნას, რასაც ქართული ოცნება თუნდაც განათლების რეფორმით გვიპირებს. არ უშვებთ ამ ყველაფერს, ვინაიდან მათ უნდა რომ ქართველი სტუდენტები და ირაკლი კობახიძემ თქვა პირდაპირ რომ არ წავიდნენ ევროპაში სასწავლებლად. მათ არ უნდა ქართველები, ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები არ წავიდნენ ტურისტებად, სამუშაო, ჯანმრთელობის მისაღებად ევროპაში. ეს არის მათი კითხეთ რომ ფორმალიზება როგორ მოხდება პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკაში ყოფნის, პოლიტიკური საქმიანობის, მას შემდეგ თუ ასეთი აკრძალვა შეეხება თქვენს გუნდს.
გითხარით ჩვენ აკრძალვის მიუხედავად გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. შეიძლება ვიღაცა რეგისტრირებული პარტია არ იყოს, მაგრამ ვივლით ქუჩებში, შევხვდებით ხალხს, მოვალთ თქვენთან, ვისაუბრებთ ჩვენ პოზიციებზე, პოლიტიკურზე და ასე შემდეგ. მაგრამ თავის გადადგომით, ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნით მივიღებთ იმას, რომ ჩვენ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას. არ მჯერა, რომ პროდასავლური პროევროპული ოპოზიციას აკრძალავს ფურცელზე და ეხლა ყველა ჩაიწყო ჯიბეში ხელს და წავა სახლებში. გამორიცხულია ხალხო. ირაკლი კობახიძე თუ ამას ეუნება ბიძინა ივანიშვილს ან ბელარუსის უშიშროება თუ ამას ეუნება ქართულ უშიშროებას, მინდა გითხრათო ცდებით მეგობრებო, ცდებით, ვიცი რომ ამას ეუნება ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს, რომ ამათ აუგზავნო და შეეშვებენ. გამორიცხულია, თავი გვაქვს გადადებული. 100-ზე მეტი ადამიანია ციხეში. ადმინისტრაციულად არის 100-ობით ადამიანი ციხეში დაპატიმრებული. 100-ობით ადამიანი არის ნაცემი. პარტიაში არ გვყავს ადამიანი, ვისაც ჯარიმა არ ქონდეს. პირდაპირ გეუბნებით, პოლიცსაბჭოში ერთ ადამიანსაც ვერ პოულობ, ვისაც ჯარიმა არ ქონდეს და მათ ნაცვლად გადახდილი ან გადასახდელი და მათ ნაწილს დაყადაღებული აქ ანგარიში. და თქვენ რა გონიათ, ეხლა ვიღაცა აკრძალავს. ვინ თან მიქანაძე, ანზორ ბოლქვაძე ამკრძალავს მე, ანზორ ბოლქვაძე, რომელიც იყო აი იმაში თავზე დადიოდა მიხეილ სააკაშვილო ჩადიოდა ხულოში და აჭარაში. თავზე აი თავი დადიოდა, ხელები დადიოდა ადამიანი. და ის ამკრძალავს მე, რომელიც რა ვიცი ხა არც ერთ მაღალ თანამდებობაზე, არც ერთ ღირსშესანიშნავში არ მიშო და ეს არის რაღაცა სამართლიანი და მე ჩვენას ვაპირებ და დავთხოვთ გამორიცხული. არ არსებობს შეიძლება პერსონალურ დონეზე ჩვენ მეგობრებს ვიტყვი, კი ვისაც აკრძალვათ უპირობ. არ არსებობს შესაძლებლობა, უნდა ვთქვა დიარ ბოდის გიხდით რა. არ არსებობს შესაძლებლობა, ვინაიდან ჩემი მეგობრები რო არიან, იმიტომ კი არ ვახსენებ. მაგრამ მათით დავიწყებ, რომ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გელა ხასაიას, საბას ხვიტარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, ყველა ნინო დათაშვილის, ზია ამაღლობელს მივატოვებთ ციხეში. არ არსებობს, რომ ამ რეჟიმთან სანამ ისინი ეს ადამიანები იქნებიან ციხეში, ჩვენ ვითანამშრომლობთ, გამორიცხულია. ვერ მიიღებენ ჩვენს აკრძალვით, ჩვენს გაჩუმებას და მკვლელობები დარჩათ და ნახოთ, ამაზეც ვართ მზად, არავინ გაქცევას არ ვაპირებ. ერთადე 2 წელია, ისე 4 წელზე მეტია, რაც ეს რეპრესიები დაიწყო პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მაგრამ 2 წელია პოლიტიკოსების ფიზიკურად აკრძალვაზე გადავიდა ქართული ოცნება და სახლში დახვედრებით და ასე შემდეგ. და ერთი კაცი გაიქცა მხოლოდ საქართველოსდან პოლიტიკოსს რო უწოდებს თავს. არავინ არ გაქცეულა, ეს არის მთავარი. აქ ამიტომ ნიკოლაძე შეყავს ბიძინა ივანიშვილის შეცდომაში. მეკითხა ამ პარტიის გადაწყვეტილებაზე არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურად გამოცხადებაში და ბოიკოტში, ანუ არ შესვლაში პარლამენტში იყო ერთიანი, ასე ჩანდა ოპოზიცია. თუმცა გახარიას გუნდს ჰქონდა რაღაც თავისებური გადაწყვეტილება, სიები არ ჩაუხსნიათ, იყვნენ პოლიტიკურ ბოიკოტში. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შევიდნენ პარლამენტში. ამით თქვენთვის პარლამენტის ლეგიტიმაციის ან ერთპარტიული მინიმუმ ამ ტერმინით მოხსენიების საკითხი სრულდება თუ როგორ უყურებთ საერთოდ მათ ამ გადაწყვეტილებას? მადლობა ამ შეკითხვისთვის. შესავალში ვიტყვი, რომ დღეს თქვენმა კოლეგებმა სხვადასხვა ტელევიზიიდან, მათ შორის თქვენი ტელევიზიიდან მკითხეს, რომ აიო ესო ხო არ იქნებაო გარიგება აკრძალვასთან დაკავშირებით, ანუ ამის გამო ვეღარ აკრძალავსო ქართული ოცნება გახარიას პარტიას. გახარიას პარტია რამოდენიმე კვირის წინ აკრძალა ქართულმა ხალხმა. ეს არის პირდაპირ ოპოზიცია არ მონაწილეობდა არჩევნებში და წესით მათი ოპოზიციის მთელი ხმები რაღაცა იმედი ჰქონდათ, რომ მათზე წავიდა და პირიქით 4-ჯერ ნაკლები ხმა მიიღეს, 2%. ანუ ქართველმა ხალხმა აკრძალა და განსაკუთრებით ოპოზიციურმა მომრჩევლმა აკრძალა გახარიას პარტია. ეს ერთია და ეს ფაქტია. რაც შეეხება ისინი ახლა 99 წევრი ეყოლება ქართულ ოცნებას პარლამენტში თუ 101, იმიტომ რომ თვალსწრაფი 12 შეყავს. სხვათა შორის ის ჭორიც გავცელდა, რომ 78 მუხთან დაკავშირებითაც მიდისო კონსულტაციები. ნახავთ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა 99 წევრი ეყოლება თუ 101 გახარიას პარტია. თენგო ის მნიშვნელობა აქვს. მე გეტყვით რა მნიშვნელობა აქვს. ის მნიშვნელობა აქვს თუ თქვენ 101-ს ქართულ ოცნებად მოიხსენიებთ. მთელი ეს ფორმულა, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები, მათ შორის იდგა იმაზეც, რომ გახარია ოპოზიციის წიაღის ნაწილი იყო და თუ მას თქვენ ქართულ ოცნებაში გადასვამთ 2024-ის არჩევნების შედეგს, რომ დაუბრუნდეთ, ანუ ვინ რჩება გამარჯვებულ მხარეს, როგორც თქვენ ამ თეორიას ავითარებთ? გავიგე.
გავიგე, მადლობა, კი, მათ შორის გახარიას ჩათვლით გაიმარჯვა ოპოზიციამ, ეს იმიტომ რომ მაშინ გახარია ამბობდა რომ მე ვარ ოპოზიციონერიო და ხალხმაც დაუჯერა, იმიტომ მიიღო ის შედეგი, რა შედეგიც მიიღო. როგორც კი ხალხმა და ჩვენ მივხვდით რომ გახარია ვერ ჩაითვლებოდა ოპოზიციად, მაშინ თუ მიიღო რაღაცა რა ვიცი 150.000 ხმა, ახლა მიიღო 40.000 ხმა. ანუ ეს პოლიტიკური პროცესია, ვიღაცა რაღაცის სანაცვლოდ თმობს თავის პრინციპებს, ვიღაცა რაღაცის სანაცვლოდ თმობს თავის სამშობლოს და მიდის ქვეყნიდან, ვიღაცა რაღაცის სანაცვლოდ აკეთებს იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებით შეიძლება საზოგადოებას არ მოწონდეს, მაგრამ აგერ ადამიანები კმაყოფილი არიან და თურმე უთვლიან ერთმანეთს რომ მაღალი ხელფასი ექნება და ასე შემდეგ. გასაგებია იმ მოცემულობაში ოპოზიცია მოიგო და დარწმუნებული ვარ გახარია ითამაშებდა ბოლომდე ოპოზიციურ როლს. ან როგორი კონფიგურაცია იქნებოდა 1 წლის თავზე ან 2 წლის თავზე, ეს არავინ არ იცის, იმიტომ რაც არ და ვერ მოხდა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გააყალბა და მიიტაცა არჩევნები, ეს გასაგებია, მაგრამ გავიდა 1 წელი, გახარია დანებდა როგორც ჩანს დანებდა ასევე მას თქვენ თუ მას მიიჩნევთ დანებებულად, მას აწერთ ოცნებას, ანუ ფიქრობთ რომ ამის მიღმა რჩება იმდენი ადამიანი, რაც სამომავლოდ გამარჯვებისთვის იქნება საკმარისი? კი. რჩება, იმიტომ რომ გახარიას რო დააკვდა ის 4/5 ხმები, ხო, ოპოზიციური ხმებია, კაცო, ის ისევ სხვა პარტიებზე განაწილდება სამართლიან არჩევნებში და დამარცხდება ოცნება. ანუ გახარიამ რა ხმა მიიღო? გახარიამ მიიღო ხმა, რომელიც შეიძლება ფურცელზე რეგისტრებულმა ყველა პარტია მიიღოს. გახარიამ ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო, რო იცოდეთ გახარიას პარტია, ვიდრე ბათილი ბიულეტენია ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. ამის ანალიზში თუ ვინმე ერკვევა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ვარ მე. 25-ზე კი ლაპარაკობთ, მაგრამ ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება 20-24-ის შედეგის პასუხად არის, ამიტომ გაბრუნებთ 20-24-ის შედეგებში. მაგრამ უყურეთ, თუნდაც 20-24 არა, უნდა შევაფასოთ ფაქტები. ფაქტები შეფასება არის მნიშვნელოვანი. 20-24 შედეგებით და მაშინაც საზოგადოების რაღაც ნაწილი მახსოვს მე ჩვენც მოგვიწოდებდა რომ გავერთიანებულიყავით ვითომ გახარიას პარტიასთან და ასე შემდეგ ჩვენ ამას ძალიან სიფრთხილით უდგებოდით პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ ამ პარტიას მთელი საარჩევნო ბოლო პერიოდის თავარ მიღწევად ითვლებოდა ქარტია ეგრეთ წოდებული რომელშიც 4-ვენი ბოლოს ხელმომწერი მოიაზრებოდით ახლა თვად ნუ იზამთ ისე რომ გაემიჯნოთ ამ პროცესს არაფერს ავშვები ისეთ არა, როგორ არა ახლა გახარიას პარტიას მე გავემიჯნები ყოველთვის. პოლიტიკაში რო ვარ საერთოდ. ერთად გავიმარჯვეთო, 4-ვემ გავიმარჯვეთო, უგახარიოთ 20-24-ის შედეგი. კი. დიახ, რატომ იცით? რომ მაშინ 24 წელს გახარიას ხმა ვინც დაუჭირა და მისცა, ის ხო ოპოზიციონერი ამომრჩეველი. მე მჯერა რომ ეს ხალხი არის ოპოზიციონერი. რატომ? როდესაც ერთ წელში მივხვდი რომ გახარიას მიმართ იყო კითხვები, ის ჩუმა თანამშრომლობდა რეჟიმთან, დანიშნა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გაურიდა ბევრ საკითხში, მიიღო დაფინანსება. გავიდა 1 წელი არც კი სრული და ხალხმა მიხვდა რომ 4/5-ს ვინც მიცა 150.000-დან 40.000-ზე ცოტა მეტმა მიცა, ხო ხმა? გახარია მაინც ითვლებოდა პოლიტიკოსად, რომლის ხმები იყო ოცნებიდან წამოსულთა ხმები. ანუ ის რაც ჩამოთვალეთ, ამის გამო შეიძლება თქვენ დაკარგოთ ამორჩეველი და არა გახარიას. იქნებ გახარიასთან შემთხვევაში სხვა ფაქტორებმა იმუშავა. მაგას დრო აჩვენებს და აჩვენა დრო. უყურეთ, მე მჯერა ერთი რამის. ქართული ოცნებიდან ვინც წამოვა ან ამომრჩეველი რომელიც ადრე ქართულ ოცნებას აძნევდა ხმას და ახლა ოპოზიციას, ის არის პრინციპული და ერთგული. მაგრამ ვინც თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან, ის ვერ იქნება პრინციპული. ახლა რო ჩატარდეს ერთ თვეში არჩევნები, დაწუნებული ვარ იმ 40.000 თუ 45.000 ხმასაც ვერ მიიღებს ქართულ გახარიას პარტია. ანუ გახარიას პარტია მიცის რომ მას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ეს ხალხი მათ ვინც ყავთ სიაში ხო სხვადასხვა პარტიებში მომთაბარე ადამიანებიც არიან ხო ამავდროულად შეიძლება გადახედოთ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ფაქტს ვამბობ არ ვაპირებ პერსონალურად არავისზე შეურაცხყოფის მიყენებას უბრალოდ ეს პარტიამ გადაწყვიტა რომ ითანამშრომლოს ქართულ ოცნებასთან და შეუქმნას ქორუმი მათ შორის კიდევ ერთხელ გავმეორდები და პრევენციულად ვამბობ მე არ იყოს იმის რომ მაგალითად თქვენს რომელიც ძალიან კარგად ასე ვთქვათ გახსოვს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით პოლიტიკური და აკეთებთ ამ განცხადებას თუ რა თქვი ჩვენ სად მოვაწერთ ხე აი დიდია შანსი რომ 78 მუხთან დაკავშირებით შედგეს გარიგებაო ამბობენ, იმიტომ რომ მას ჭირდება 2 მოწვევის პარლამენტი და 100-ზე მეტი დეპუტატი და აეუბნებიან რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერს. 100 ჭირდება საკონსტიტუციო 113 დავაზუსტებ. 100 113 ჭირდება 3/4-ით, რომელიც
ერთი მოწვევის პარლამენტ შეუძლია მიიღოს, მაგრამ მასი ჭირდება თუ ახლა 100 ხმაზე მეტი ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩათვლიან, რა თქმა უნდა ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ვერაფერსაც ვერ შეცვლის, როცა შეიცვლება, მაგრამ შემდეგ ჭირდება ახალი მოწვევის პარლამენტი და ისევ 100-ზე მეტი ხმა, რომ ეს ჩაითვალოს კონსტიტუციაში ცვლილებები ამ კონსტიტუციის გადასახადს. ამაზეც საუბრობენ. ამას მოაწერს ხელს სამ ტიპის ამოღებას. გუნდს კიდევ ერთხელ გუნდს მე არ ვიცნობ ამ ადამიანების უმრავლესობას 3-4 სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიებში მახსოვს, ხებს მართლა არ ვიცნობ, პოლიტიკური აქტივობაში არ ჩანან ისე, რაც შეეხება გახარია იმის გამო რომ ბიძინას შეურიგდეს და ბიძინა მაპატიოს ღალატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ თქვა, ყველაფერზე წამსვლელია მე ასე მგონია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიც. კი ბატონო, მადლობა თენგო თევზაძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს, მე მას დავემშვიდობები და